შეუძლია დღეს 17 ივლისს კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების დღიდან 51 წელი გავიდა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი. ადამიანი, რომელმაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მამისეული სახლი ჩემთვის იყო უზარმაზარი სასახლე. ასე იხსენებდა კონსტანტინე გამსახურდია ბავშვობის სახლს ძველ აბაშაში, სადაც 1893 წლის 15 მაისს დაიბადა. აზნაურ სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ თოფურიძის ოჯახში. ის მრავალშვილიანი ოჯახის მეცხრე უმცროსი შვილი გახლდათ. განათლება ჯერ სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო, შემდეგ ძველი სენაკისა და ქუთაისის სასწავლებელში. 1919 წელს კი ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ამავე პერიოდში მონაწილეობდა ქართველი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საქმეში. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნაწარმოებებს. დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, დიდოსტატის მარჯვენა და დავით აღმაშენებელი. ის იყო არა მხოლოდ მწერალი, არამედ მთარგმნელიც. ქართულ მკითხველს გააცნო ევროპული ლიტერატურის არაერთი უნიკალური ნაწარმოები, მათ შორის გოეთეს, დანტესა და რემარკის ტექსტები. ასევე თარგმნა ჰაინეს, რილკეს, უიტმენისა და სხვა ცნობილი ავტორების პოეზია. კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრება მხოლოდ მწერლის ისტორია არ არის. ეს არის ადამიანის გზა, რომელმაც რთულ ეპოქებში შეძლო და შექმნა ნაწარმოებები, რომლებიც დღესაც ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღესაც ისევ აქტუალურია ის საკითხები, რომლებზეც ის გვაფიქრებს და ბევრის მთქმელია მისი ნაწარმოებები. ამიტომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენი უდიდესი ბუმბერეზი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ეს სიდიდეს ზუსტად. მუდმივად აქტუალურია, მუდმივად ყველა ის საკითხი მოკლედ, რაც შეგვიძლია წავიკითხოთ მის ნამუშევრებში და არ ვიცი, ამაზე დგას შემდეგ უკვე კინემატოგრაფია გრძელდება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საგანძურია ჩვენი ქვეყნის. ნამდვილად ასია.